bone. Yeah, baby. Talk to me, tell me your side. You're switching sides like a Gemini. You're playing games and now you're hitting my heart like a drum. Yeah, baby. Well, if lady love gets on my side, we're gonna rock this town alive. I let her rub me up till she knocks me out. 'Cause she walks like she talks and she talks like she walks and she bangs, she bangs. Ooh, baby, when she moves, she moves. I go crazy 'cause she looks like a flower, but she stings like a bee. Like every girl in history. She bangs, she bangs. Wasted by the way she moves, she moves. No one ever looks so fine. She reminds me that a woman's got one thing on her mind. Lady love gets on my side, we're gonna rock this town alive. I let her rub me up till she knocks me out. 'Cause she walks like she talks and she talks like she walks. Elena Gachechiladze Chertkoevi. საღამო მშვიდობისა ქალბატონო შორენა მოგესალმებით. ფანტასტიკურად გამოიყურებით. მადლობა. ძალიან გიხდებათ მწვანე ფერი შორენა. გეთანხმები ოთარ და შევეგებოთ სეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი და მთავარი მსაჯი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი, გოჩა ჩერტკოევი. მოგესალმებით გოჩა. საღამო მშვიდობის მენ. ატლანტიც ჩვენთან ერთად არის. უკვე ტრადიციაა. ეს უკვე ტრადიცია. თილისმაა ჩვენი მეგა შოუსი. ყებს და იმიტომ. ასე აფა ჩვენ უყურებთ სეკვავენ ვარსკვლავებს. ირაკლი მაკაცარია, შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. გოჩა ჩერტკოევი, მე-11 სეზონის გამარჯვებული. ბაბი კირკიტაძე, კინოტურია სეკვავენ ვარსკვლავებში. ის რაც შენ გააკეთე, ამას ქვია ბალალოს მიერ შესრულებული კონკრეტულად ნიღაბი. ორი ფეხი გაქვს მართალია, ყველას ორი ფეხი გაქვს, მაგრამ არ იცოდი რომელ ფეხზე უნდა ყოფილიყავი. ეს იყო ძალიან რთული შენ რაც გააკეთე, ოკეი? კაცმა უნდა დაიწყოს ლიდერობა, action და ქალი უნდა იყოს reaction. თვითონ ცეკვა, როგორც ესეთი ოთოსი მე დამაგდა. ეს ბიჭი არის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ იდგა დაახლოებით 60%. ფიზიკურად ცეკვა მართლა არის. ბევრი ცეკვა შენ შემოამაზო, მაგრამ აბანე უნდა იცეკვას. მე გილოცავ ამ ძლიერ გამოსვლას, შენი ყველაზე ძლიერი ნომერი არის ნიკე. ეს ამ შემთხვევაში ძალიან გამიკვირდა რა კარგად შეასრულე. შენ რაც სამეჯლისოში ვერ დამინახე, ყველაფერი გააკეთე კონტრეპტში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნომერი. ფეხის წვერები თუ შეიძლება რომ დაჭიმო, უფრო უკეთესი გამოგივა ეს ჩქარი კიკები. ძალიან კარგი ნომერი, ბრავო. კარგი კონკურენტი ხარ, ნახოთ შემდეგი სპეციალს გამოიტანა. Okay, well done. შენ ნელ-ნელა ყალიბდები როგორც პროფესიონალი სამეჯლისო ცეკვების უბადლო შემსრულებელი. კი, კარგი პასედობლი ქონდა, მაგრამ ეს უფრო კარგი გაზრდილი ცეკვა მოიტანა. მართლა ძალიან კარგი იყო, ხალხო, ვერ გავიგე. აბი, ნანუკა ტირის. ტირის. სურს რომ უფრო კონკურენტუნარიანი ქორეოგრაფია გამოიტანოთ. ვერ დავინახე ფაქსტროტ. ამიტომ ცოტაც ვერ ვიპოვე შენში ფაქსტროტი ბოდიში. საინტერესო გოჩამ თუ იპოვა. აი გიყურებ და ვერ ვიპოვე, შემოკარგო ვერაფერი, აი რა შევაფოს. ეს იყო ძალიან მაგარი ჯაივი. მოდი ასე დავიწყებ ამ ყველაფერს. მომწონს ესეთი ხარ, you know, you have a fire. დავინახე ის რომ ანის და ოთო ძალიან კარგი კონკურენტი გამოგიჩნდა შემოკარგო. ეხლა იწყება ყველაფერი, okay, I love that. შემდეგ Time for hoochie coochie.
been beaten. Wipers, teased of hair, lipstick's red to make 'em stare. Drama's on like Susan Lucci. It's time for hoochie coochie. Tango, Bertolucci. It's time for hoochie coochie. Oui, je t'aime, ça c'est la vie. Oui, je t'aime, ça c'est la vie. Oui, je t'aime, ça c'est la vie. Voilà. თან შორენა გისმენთ, შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. Welcome, Nanuka and Rati. Quick step-ი. ახლა იცი რა არის Rati? ჯერ ერთი შენი მამიკო და დედიკო გიყურებენ და ძალიან proud არიან. I'm very proud of you too. ოჩახ, ძალიან კარგი. ახლა ეს quick step-ი, იცი რა, ძალიან კაი შეკაზმული იყო. კონდა ძალიან ლამაზად იყო შეკაზმული. კოსტიუმი ძალიან მომწონს, ძალიან კაი ratio კონდა together separately ერთად გაშრა. აქ right ratio of the separation and okay, ქართულად. ესე იგი ძალიან კარგად იყო. აქედან რომ გააკეთე ეს დრაპი, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ყოჩახ კარგი იყო, კაი გოგო იყავი. აქ რო წაიყვანე ტიპსის, scattered chassis-ზე ტიპსის, ძალიან კარგად მიყვებოდი რატის. რაც ეს ძალიან რთულია, ესე იგი, შენ გააკეთე ტიპსის, რაც არის გაორმაგებული სიჩქარე, syncopated chassis, ხო? და ეს არ არის ესეთი ადვილი. Yes, ტიპსის right here მეორე ნახევარში, მე აგიხსნის როდის მომეწონა დგომი გამოგისწორდა უბრალოდ მარცხენა elbow-ზე ეს მოიცადე იდაყვი, მადლობა. იდაყვდე ცოტა ვიმუშაებდი, თითებზეც ვიმუშაებდი, ცოტა ესე yes, ცოტა უფრო ლამაზად რო კონდეს და საერთო ჯამში ყოჩახ მომეწონა. კარგი ის არის რომ ყოველ კვირა იზრდები, ხო? ჩავარდნა ჯერ არა გაქვს, რაც ძალიან ანუ პროგრესი არის კვირიდან კვირამდე. იცი როგორი პროგრესია, აი high diagonal, მაღალი diagonal-ია. განა ესე ნელ-ნელა მიდის. აი ესე მაღალი სწორი diagonal-ი. ყოველ ეპიზოდში უკეთესი და უკეთესია. ნუ ეხლა ეს diagonal-ი აბა რას რა თქმა უნდა, ნიშნავს? diagonal-ი ამას გადასარევია. რა თქმა უნდა. მოკლედ ძალიან კარგი diagonal-ი გაქვს თქვენ. Yes, okay. მე შევამჩნიე. კარგი diagonal-ი გვაქვს. კაი diagonal-ი. მთავარია კარგი diagnose არ იყოს. გოჩა, აბა? შევაჯამოთ. გოჩაც ისეთი კმაყოფილია, როგორც ჩვენი ჟიორი. მე მგონი კარგი იყო. დამაცადე. წინასწარი პროგნოზი არ გინდაოთ, აბა? რა არის? მოდი ახლა ვილაპარაკოთ ნანუკას შენ quick steps-ზე და რატის შენ quick steps-ზე, okay? თვითონ quick step რო ვილაპარაკოთ technical side. იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან syncopated გააკეთეთ scattered chassis. ახლა ჩემი გემოვნებით რომ ვილაპარაკო მე რას ვისურვებდი. მე თავიდან ბოლომდე უფრო სამეჯლისოს რაც ეკვებდი without Lindy Hop. Boo, ეს რატის ბრალია. But however, განა გააფუჭა ან რამე. უბრალოდ იმდენად ძლიერი ხარ შენ სტანდარტში. თვითონ სამეჯლისოს რომ ცეკვალ, რაღაცნაირად ეს ლინდი რო შეასრულე იყო ძალიან კარგი, მაგრამ ჩემ თვალს უფრო მეტი უნდოდა რომ უფრო მეტი სტანდარტ გეცეკვა, რაც არის ძალიან რთული. იმიტომ რაღაცნაირად გამახსენდა ჩქარა პატარა რაღაც მოიყვები, შევიყავით სოფლიო ჩემპიონატს წასული, მე და შონა ვიყავით ერთი წყვილი მხოლოდ და მხოლოდ პატარები ახალგაზრდები რომ ესე ძალიან dramatic, ესე იგი მუქი თვალები შონა არის ყოფილან შავი და არ ვიცინოდით სულ ესეთი right? სამეჯლისოს საკვები მაშინ იყო რაღაცნაირი ესეთი უფრო ჟუჟუნა, you know, მაგრამ ჩვენ არა. და ერთი ჩვენი კოლეგა გვეუბნებოდა, Olga Miller, remember? From Germany. სოფლიო ჩემპიონატზე. იცი გიტარით რაღაცა გითხრა რა არის. მეუთხარი რა არის. და ძალიან ძლიერი მოცეკვავი იყო მაშინ სოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი იყო და ჩემი secret ის არის რომ მე ქართულ ქალებს ვბაძავ ქართულ ცეკვის ხასიათში. ოჰო! Right? რა საინტერესოა. აი, ეს რომელი წლებია? ეს არის 19
98 საფრანგეთში რო იყო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 98-ში. მას ჩუ ვიყავით მაშინ აფრიკაში ვიყავით მეგობრებო. ცეკვებშიც ყოფილა, Anyway, დროს- რო გიყურებ ჩემო კარგო. 27 წლის წინ ფაქტ. Yes, yeah. იმიტომ რომ სამეჯლისო არ იყო ესეთი dramatic, აი როგორიც შენ ხარ, მაგრამ ყველას უნდოდა რომ ყოფილიყო. Right? ამიტომ შენ რო გამოდიხარ ისე პროფესიონალურად გამოიყურები, აი თვითონ სახე, მხრები, I was like, what the, you know? No. ამიტომ არ ვიცი ახლა რა გითხრა, გააგრძელე ესე, ჯერჯერობით გელოდები როდის ჩაგდებ, მაგრამ განააგდებ, მაღლა და მაღლა მიდიხარ, ამიტომ გააგრძელე, ეგრეთ შემო. დიდი მადლობა. საოცარი დიდი შეფასება მადლობა. მოვისმინეთ ჩვენი Thank you, Gocha. ჟიურისგან. Thank you very much. თავარია როგორ აისახეს Diagonally როგორია, გითხარით? იცი რა, სხვათა შორის ანზორი აჩვენებს კარგ diagonals as well. ესეთი სიმაღლე არ აქვს, მაგრამ მიდის, მაღლა ადის, რაც კარგია. მე მინდა რომ ჯერ მოგესალმებით ანზორენ Nitsa, welcome, ძალიან კარგი. ძალიან ლამაზად ხართ, ლამაზად გამოიყურებით. შეგამჩნიო რომ Cuban Hills-ზე ცეკვავ შენს, Cuban Kuslze ცეკვავ, რაც არ არის ადვილი, მამაკაცებმა თუ იციან, ყოჩახ ძალიან კარგი. კომპოზიცია უფრო დახუნძლული იყო, უფრო კარგი მოძრაობები შეასრულე, რაც ძალიან კარგი იყო. იქ გააკეთე შასე кейპ, მერე შასე кейპის შემდეგ 3 step turn სამნაბიჯიან ტრიალში რო გაჩერდი. შასე кейპ. I'm sorry. Gocha. შენ დროს. მოკლედ, I'm just giving you a hard time. გოჩა, გექნებათ თქვენი დრო, თქვენს გექნებათ, ნუ ნერვიულობთ, გოჩა. 3 step turn-ის შემდეგ ბოლოში როგორ? I'm just joking, never mind going. ნუ მოკლედ, ესე იგი, ოდნავ ხელებითაც რომ შეგესრულებინა შენი დაბოლოებები, უფრო უკეთესი იქნებოდა. Side by side გვერდულად რო side by side რომ იყავით, რომ ცეკვავდი, სულ უყურებდი შენ მეწყვილეს, შენ პროფესიონალს, ნიცას, არ ვიცოდი მაგისი approval-ი გინდოდა თუ არ გინდოდა რომ დაგვიწყებოდა footwork-ი, მაგრამ როდესაც side by side ცეკვავ, წინ უნდა იცეკვო, ხომ? ეს ცოტა ოდნავ დამაკლდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს ცეკვა შენთვის უფრო უკეთესი იყო ვიდრე foxtrot-ი, ხო? კი, აბსოლუტურად. უფრო უკეთესი იყო ვიდრე foxtrot-ი, რაც კი, handshake-ი ძალიან კარგია, ყოჩახ, რაც ძალიან კარგია. ნიცა, უფრო უკეთესად და უფრო ცეკვდება შენი ვარსკვლავი, რაც შენი დამსახურება, ну, რა თქმა უნდა, მოყვება. ანუ პროგრესი ამ წყულშიც არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კონკურსში. კი, იგივეა, ახლა მე წინა გოგონას რო უთხარი, შენი diagonal-ი ეს ადის მეთქი, ესეთი არ არის, მაგრამ აქვს progression-ი ძალიან გაქვს. აი რომ თქვი profile-ში რომ მე დინჯინელი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩქარა მიყვარს სტარებაო, აი სისტრაფე ცოტა აქ რო ჩაგედო, უფრო უკეთესი იქნებოდა. შორენა მანქანით არ უშვებენ აქ. ოკეი, ნუ აი რაკნას. არ ვიცოდი რომ მანქანი თურმე არ შეიძლებოდა. ხედავ. ვა. საერთო ჯამში ყოჩახ ანზორენიცა. Good job. დიდი მადლობა, შორენა გოჩა გისმენთ. Okay. Anzorinitsa pass double. Khashorna saat მეუბნებოდი რომ chassis cape რო დავინახე chassis cape სამწუხაროდ chassis ამოიღე და მარტო იყო cape. მოძრაობას ქვია chassis cape, გაგეთო chassis. სადა რო გაეკეთებინა chassis cape. ფეხები არ ქონდა მარტო. მეც ვცდილობ რომ ვიყო Mother Teresa, მაგრამ არ გამომდის ჯერჯერობით. Okay, კაი. მაგრამ, okay, credit რომ მოგცე მაგისთვის, კი, რაც შეეხება მოძრაობები, ვიცანი რა უნდა ყოფილიყო, okay? ძალიან კარგი, უბრალოდ chassis cape და მაგრამ chassis არის სამინაბიჯი და cape, right? ეგ იყო მაგისა. But that's fine, თავარია იყო. რა თქმა უნდა, ეხლა რომ ვლაპარაკობდი, ჩემი კოლეგები ლაპარაკობენ progression არის პროგრესი, გან არ არის? კი, სხვათა შორის არის, იმიტომ რომ წინასთან შედარებით ეხლა პროგრესი უნდა იყოს, იმიტომ რომ იდექი. და ეხლა მართლა იცეკვე რაღაც მაინც ეცადე მოძრაობები და დავინახე შენი twist turn ეცადე რომ გააკეთო. ყველაფერი კი შედარება კი რო შევადაროთ მაგრივ არის. მაგრამ თვითონ შეხარ ძალიან კეთილი ადამიანი ჩემო კარგო, okay? ამიტომ დაგვეტანჯა ეს პატარა ნიცა, ხან ცეცხლი წაიკიდება, ხან მარტო იცეკვე პაზა, მამალი ძროხაც ეს იყო, დედალი ძროხა ყველაფერი. რა ვიცი, მაგრამ ესეთი ხასიათი pass double არ შეიძლება ესეთი დინჯი იყო, უნდა მოძებნო ეს შენი acting ability რომ გამოიტანო, იმიტომ რომ შენ რო ყოფილიყავი bullfight arena-ზე
აქამდე ეგძროხა მოკლავდა მილიონჯერ და ცხვარიც მოკლავდა და რა ვიცი მამალი გამოეკიდებოდა ძალიან დადებითად ცოტა უნდა რატო ვიძახე ახლა განა ხუმურობა იქით იყოს მაგრამ მე ადრეც ვახსენე ჩვენი სამეჯლისო ცეკვები არის აგებული ძალიან ტრადიციულ primitive basic foundation არის კიდევ იმეორებ როგორც გაფრჩებული რადიო კაცი და ქალი ოკეი ამიტომ რაღაცნაირად ეს ნამეტანი კეთილი განაბოროტი უნდა იყოს მაგრამ ნამეტანი ესეთი უშუალობა და როცა ნიცა დარბის და აქეთ იქით დაანგრია ყველაფერი უკვე თვითონ ცეკვის ხასიათში ვეღარ ჯდება right უფრო dominating უნდა ყოფილიყავი არა ნეგატიურად დადებითად უფრო charge უნდა ყოფილიყავი in control უნდა ყოფილიყავი ოკეი და ეგ იქნება masculine და feminine ცოტა ეგ დამაკლდა მაგრამ ოკეი ეს ყველაფერი რომ დავიწყოთ წინასთან შედარებით ძალიან კარგი პროგრესი არის გოჩა პროგრესები დასასრული პროგრესი იყო არის. ამიტომ კი არის of course არის ახლა რა კი ცდილობ დიდი მადლობა რომ დაინახეთ ჩვენში პროგრესი და ამასობაში აი პროგრესულად გავაცილოთ პროგრესული ვასიკო დაგხვდებათ Otto, Cha-cha, ეს იყო International Cha-cha, კუბური Cha-cha კი ეს სხვათა შორის ძალიან კარგი საკონკურსო მუსიკაა. ოდნავ ნელი იყო, მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო. ეხლა შენ მე უკვე გითხარი მე მგონი რომ ძალიან ნიჭიერი გოგონა ხარ, ფსიქოლოგიურად კარგად გგები ყველაფერი. მე ვიცი რომ გრძელი გზა გაქვს გასავლელი კიდე წინ წახვალ, დაგიჭერენ ალბათ კი, გრძელი გზა გაქვს საკმაოდ. რას უნდა მიაქციო ყურადღება? აი ნახე როგორ დგახარ ფეხებში ხედე? გახსენი ოჩახ მაგ ფეხებზე იმუშავე აუცილებლად დამიჯერე შენ მოიგებ მე არა შენ მოიგებ ფეხებზე იმუშავე პირველ რიგში ხო ეს ერთი მეორე თეძოები ცოტა უფრო ღრმა და ძლიერი კი ხმარობ თეძოებს მაგრამ სიძლიერე აკლდა და მესამე სპატ წერტილი ტრიალების დროს ბევრი ტრიალები ჩაგისვა შენმა პროფესიონალმა რაც კარგია მაგრამ შენ თუ შენ სპატს დაამუშავებ ვერ გაიგო რა არის სპატ ვერ გაიგე წერტილი ხო გაიგე გაიგე ხო გაიგე არა სადაც დატრიალდი უყურებ წერტილს დაიჭირე წერტილი დატრიალდი სევი წერტილს უყურებ დატრიალდი სევი წერტილს უყურებ აი ოთო ეს არის სპატ აბა გაჩვენე როგორ არის აი მაგალითად მე უყურებ შორენას აბა მიდი გაგრძელე დავტრიალდი ისევ შორენას უყურებ There you go that's 360 და ისე ესეთ არ was good spot ნუ მოკლედ Thank you. You're სპატ welcome. ეს არის სპატ მადლობთ როცა გავდი მაშინ მე ტრიალობდი ახლა რომ პროგრესი აქვს ოთარსაც ანი მიხვდი ხო სპატზე რო იმუშაო უფრო სიმყარე სიძლიერე კრისპი როგორ თქვა ხარტი სხარტი მოძრაობები გამოგიჩერა გოჩა რა მაგარი თარჯიმანი ყავს საოცარი ნუ მოკლედ მიხვდი ხო ამ ყველაფერზე ფეხები ისევ ესე ეს ძალიან კარგი იქნება შენ რუმბა იცეკვე უკვე თუ ჯერ არა ოკეი ხოდა აი რუმბას თუ იცეკვებ აი რუმბაში შეგიძლია მაჩვენო შენი ლამაზი footwork შენი ფეხები ხო არა ლამაზი ფეხები გაქვს მაგრამ ცეკვის დროს ესეთი ხდება ნუ აი რა გახსენი ეს ფეხები საერთო ჯამში კაია ყოჩა რეკომენდაციები მიღებულია რეკომენდაციები მიღებულია და გოჩამ შეითავსა კიდე თარჯიმნობა თუ დააკვირდი სხვათა შორის ძალიან კარგი არა მარტო მთავარი მსაჯია არამედ თარჯიმანია საოცარი თარჯიმანი გოჩა თარჯიმანი translator ჩემ ქართულს დასცინის თუ ყველა და ამ დროს ყველაზე კარგად შელაპარაკო პირველი აუთსაიდერი წვილია სადავრი აუთსაიდერ არის ქართული ვერ გავიგე დღემდე მაგრამ that's fine but anyways okay Anioto cha იცი რა არის მოდი ახლა დავალაგოთ ყველაფერი in perspective შენ უდაოდ ხარ ძალიან ნიჭიერი გოგონა ძალიან ნიჭიერი of course ძალიან ნიჭიერი ისეთი რაღაცები მოგდის ბუნებრივად ისეთ რაღაცები სწორი ენერგია სწორი ხედვა ხაზის და ცეკვის თვითონ ჩაჩა კარგად დაიწყე overturn back basic ძალიან და snap hip გააკეთე I was like really right აი ესე რო მე რო უნდა გაყურე რა არის რო დაიწყებ რა უნდა გააკეთო შენ იწყებ ძალიან ძლიერად და მე უნდა sustain ახლა დამეხმარე შალმებით ირა ძალიან ლამაზად გამოიყურები
ლამაზად ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს, ყოჩახ. ძალიან უხდება ეს ლათინ ამერიკულ ცეკვებს, ძალიან კარგი. ჩაჩა რაც შეეხება ახლა ჩაჩას. კუბური ჩაჩა. დაწყება და დამთავრება ძალიან ლამაზი და ეფექტური ქონდა. ატაცებები კარგად გამოგდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ცოტა ემოციებმა აგიტაცა და ცოტა ahead როგორ არის წინ იყავი მუსიკაზე წინ იყავი ცოტა connection-ი დაგეკარგა ნიუ-იორკში ოდნავ ადრე გახვედი მაგრამ არაუშავს კარგი ის არის რომ არ დაიბენი თავი გაგდის ცოტა წინ უფრო upright რომ იყო უკეთესი იქნებოდა და უფრო ეცადე რომ თითოეული ნაბიჯი კარგად დაფურცლო და კარგად გვაჩვენო. ცოტა ესე არეული იყო ერთმანეთში, მაგრამ საერთო ჯამში არ იყო ცუდი, მაგრამ უფრო მეც მოველოდი, რადგან წინა ნომერი უფრო ესე ძალიან მომეწონა, მაგრამ ეს ეცადე რომ ჩაჩა გამოსულიყო, მაგრამ თითქმის გამოგივიდა. Good job overall. დიდი მადლობა. მადლობა ჩორენა. გოჩას მოვუსმინოთ. All right, Nick, Ira, yeah, მართლა ძალიან ლამაზი ხარ ირა. Really. Excuse me, აბამარა. Okay. ძალიან ლამაზი წყვილი ხარ. ერთად ორივე რაც შეეხება visual, energy, chemistry, ყველაფერი. მაგრამ ეხლა მოდი ვილაპარაკო თვითონ ცეკვაზე, okay? სამწუხაროდ აქ არის bottom line. ცეკვა, okay. რაც რა არის, იცი, აი ეს ძალიან არა inconsistency როგორ არის, არასტაბილურად მაგალითად მახსოვს contemporary scene იყო, კემერი იყო, არაუშავდა. ეხლა ეს უცებ რაღაცა ეს ჩაჩა წავიდა ისე ვიკით. ამი ეს ჩაჩა იქნებოდა კარგი რო ყოფილიყო პირველი ეპიზოდი სიტყვაზე, okay? მაგ contemporary შემდეგ უცებ რაღაცნაირად რამენაირად, okay, რას გირჩევ მე. თვითონ ჩაჩა am კონკურსზე progress არის ის რომ სხეულით უნდა ისწავლო გამოხატო ხასიათი და საუბარი, okay? და რაღაცნაირად როცა ცეკვავ ნიკ მithumetes შენ ახლა ირაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი ეს სიარულის ეტაპზე მაღლა ვერ ადის. გესმის? აი რო გეხარ ახლა რო გაიარო მუსიკაზე, იგივენაირად გაივლი, როგორც ცეკვავდი ჩაჩას მუსიკაზე, okay? Which is fine, მაგრამ საუბარი და სიმღერა სხვადასხვა. ამიტომ სიარული და ცეკვა სხვადასხვა. ამიტომ შენ შემთხვევაში, okay? მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფი კარგად გააკეთე, შეგეშალა, which is მაგაზეც დავხუჭავ თვალებს, სიტყვაზე რომ დავხუჭო თვალები, okay? შეცდომები ეპატიები ადამიანს ნერვიულო ფამფეხი მოგისრიელა or something like that. მაგრამ აი თვითონ შენ individually როგორც შენი სხეული გამოიყენო როგორც tool, როგორ არის საზომი tool, ხო რა ვიცი, tool, რომ გამოიყენო tool, არ იყენებ, უბრალოდ აი ეს გელოდებოდი როგორც ხელსაწყო. ხელსაწყო უფრო, ხო. იმიტომ რომ რაღაცა სიარულის კატეგორიაში იყო და მაგას რო დავიწყო ახლა შეფასება, უკვე არ იქნება fair სხვა წყვილებთან, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ წყვილები ესე მიდიან რაღაცებს აკეთებენ, აი შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, უბრალოდ რაღაცა ერთ contemporary რო დავინახე, I was like, wow, that's actually good. და ახლა რო გამოიტანე ეს ჩაჩა, ისე უკან წახვედი. ისევ სიარულზე გადახვედი. ამიტომ უნდა გამონახო ეს სტაბილურობა, რომ სხეული ცეკვავდე და მე გამოსწორდება ხერხემალი, აღარ წახვალ უკან და ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდება. და ჯერჯერობით ეგ ვერ დავინახე სამწუხაროდ. რეკომენდაციები მე მგონი მიღებულია. მთავარია რომ გაითვალისწინოს წყვილმა თითოეული რჩევა ისმენთ მოგესალმებით, ვალალო and ელენე. ესე იგი, მეხუთე ეპიზოდში დახურეთ ეს ეპიზოდი და წინაზე გახსენით, რაც ძალიან დიდი ეს რთულია, იმიტომ რომ ელოდები ყველა როდის იცევკებს, რაც ძალიან კარგია, ენერგია უნდა შეინარჩუნო, არ უნდა მოეშვა, კუნთები უნდა კონდეს ყოველთვის მზად, რაც კაია. ლამაზი ნომერი იყო, შენ ქონდა ორი სხვადასხვა სტილის ტანგო ერთად, Argentinian folkloric და international tango. კი გადადიოდი ერთიდან მეორეში, მაგრამ მე მინდოდა რომ შენი ჩარჩო წინაზე რომ გითხარი რომ არ დაგეკარგა ფეხებს რო ეძებდი მეთქი. დღეს ცოტა დაკარგული არ ქონდა, მაგრამ ისეთი მყარი არ იყო, რაც საჭირო იყო. მაგალითად იქ რო კიდე რომ წამოხვედი Follow-away slip-ით, მე რო წახვედი Vienna's Crosses, ხო? აქ რო ესეც აიარე, შენი ჩარჩო ძალიან დაარბილდა. ტანგოსთვის ეს არ შეიძლება, ხომ გესმის? თან მე სხვა ადამიანსაც უთხარი, გოგონას არ შეიძლება რომ უყურებდე, როდესაც ასრულებ საერთაშორისო პროგრამის ტანგოს, ხო? იმიტომ რომ ენერგია ამაზე იკარგება და თვითონ შენი პარტნიორიც იტანჯება და ვეღარ წევს თავის
თავისავს, ხო? შემდეგში თუ ხო არ მინდა რომ დაიტანჯოს ესეთი ლამაზი გოგონა, შეხედე რა კარგად გამოიყურება, ხო? ამიტომ თუ ესე ორ კომბინაციას გააკეთე, მაგალითად რუმბა თუ გააკეთე ამერიკული სტილი და international უნდა იყოს განსხვავებული. ტანგო რო გააკეთე Argentinian folkloric და international ცოტა უფრო განსხვავებული ყოფილიყო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ცუდი ნომერი, მაგრამ შენი წინა quick-step-ი უფრო ძლიერი და უფრო კარგი იყო ჩემთვის და შენი ჩარჩო ცოტა დასაუთებელი გაქვს. დიდი მადლობა. გოჩას უსმენთ. All right, okay. Valalo. Elena Tango. რა რიცი რაღაცაირად okay, მოდი ხალ გეტყვი რა მოხდა აქ. უდაოდ ძლიერი წვილი ხარ. Seriously. I mean, yeah, იმიტომ ისეთი რაღაცები იცეკვე შენ ამის წინა ეპიზოდებში რომ გამორიცხულია მე ვთქვა რაღაცა რომ თქვა რომ ან რაღაცა არ შეგიძლია ფეხი კისერი ყველაფერი თავის ადგილზე ყავს ულამაზესი პროფესიონალი მოწამი look at a beautiful ყველაფერი მაგრამ აი რა მოხდა ახლა ამ შემთხვევაში ეს არ იყო ცუდი Okay? I gigure potentially rasa ketebdi. Zogs pekhi უნდა გამოუსწორდეს ზოგს კისერი ზოგის. Შერეგ პრობლემები არ გაქვს, მაგრამ რაღაცა აი ამ ცეკვაში ხასიათში დაიკარგე. Okay? აი საქართველოს გასცდით. აშკარად, მაგრამ არგენტინამდე ვეღარ ჩახვედი, რაღაც პანამაზე გაიჭედე. შეიძლება კანადაში გაფრინდი, მაგრამ კონტინენტზე მიხვედი ამერიკის, მაგრამ South America-ში ვეღარ აღმოჩნდი, იმიტომ რომ არა, მე მგონი ურუგვაიში იყვნენ. Maybe, but still not Argent. No. ეგრე დაბლა სამხრეთში ვერ წავიდნენ. სადღაც მაღლა გაიჭედნენ, სადღაც Mexico maybe, you know. მაგრამ anyway, თვითონ tango როცა ეკვა Argentine tango and international tango არის სხვადასხვანაირი ხასიათი, okay? და ესეთ რაღაცებს რომ დგავთ და რო აქ მაგალითად შენ I don't care ვინ დგავს, I don't care ვისი შექმნილია, okay? თუ ეგეთ რაღაცებს დგავ, მაშინ უნდა თავი შეიწუხო და გამოხატო ხასიათების სწორად, იმიტომ რომ შენ ვერაფრით ვეღარ დაიჭირე international tango-s ხასიათი, right? იმიტომ რომ არგენტინიდან ვეღარ გამოდიოდი და ერთი არის manic depressive, მეორე არის oh my god, you know, ვერაფრით ვეღარ. ამიტომ თვითონ ქორეოგრაფიულად არ იყო ჭკვიანური დადგმა, right? ნორმალურად გაუძღვი რამენაირად, მაგრამ ეს შეცდომები აღარ გააკეთო. იმიტომ რომ თვითონ ნომერი არ იყო ცუდი, international იყო ძალიან მაღალი, ამინა, იმიტომ რომ ელენე გეჭირა მაღლა ხელში და მაგიტომ. Anyways, კარგიც დაიყო, თითქოს კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სირთულეები შეიქმნით თქვენ თვითონ თავიანთ საკუთარ თავებისთვის. ამიტომ მომავლისთვის გაითვალისწინეთ. დიდი მადლობა გოჩა, მე კი international tango-s ხასიათით გაგაცილებთ ვასიკოსთან. შარკის ოთახისაკენ. ვალალო კოპალეიშვილი და ელენე დავით
ჩასცენ ნამდვილად